სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ფერმერს დაცული უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური მახასიათებლები, ჯიშობრივი სიწმინდე, ვენახის გაშენების ტექნოლოგია, ტექნიკა. გადამწყვეტია ნიადაგი და ადგილი, სადაც ვაშენებთ ვენახს, რადგან სწორედ ადგილწარმოშობა განსაზღვრავს ღვინის ხარისხს. მსგავსი რეგულაცია დიდი ხანია მოქმედებს ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი. ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას. ახალი რეგულაციით პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე თვითნებურად გააშენებს ვენახს, ყურძენს ან ღვინოს ვეღარ გაკიდის. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და ეს არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. ვისაც ვენახი გაშენებული აქვთ, ამ პირებზე ახალი კანონი არ გავრცელდება. მაისამდე უნდა შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით, სადაც გაიწერება წარსადგენი დოკუმენტაცია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სწორედ ამ ნაწილში ხედავს გამოწვევას. ორგანიზაციის შეფასებით მთავრობის დისკრეცია იმდენად დიდია, რომ ამან შეიძლება სექტორს პრობლემები შეუქმნას. იმდენად არაფერს არ არეგულირებს კანონი, იმდენად არანაირ ჩარჩოს არ აწესებს, რომ აქ რჩება სამინისტროს მხრიდან თვითნებობის ძალიან დიდი სივრცე. არა მარტო ახლა მაგალითად შესაძლოა რომ პირველი კანონი, პირველი ბრძანება ასე თუ ისე სამართლიანი წესებს შეიცავდეს. ეს საფრთხე დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, გაუარესდეს. არ ვიცით საერთოდ გასაჩივრება იქნება თუ არა შესაძლებელი ეფექტური ამისი. არ ვიცით ეს კრიტერიუმი რამდენად ძიმე იქნება, ხო, ეს შეიძლება ისეთი რაღაცა მოითხოვონ, რომელიც დაკმაყოფილებას უბრალოდ შეუძლებელი იყოს, ან შერჩევითად იყოს შესაძლებელი. ღვინის სააგენტომ გამოიყენოს შემდეგ ეს არაკანონიერად, ხო, შეიძლება ღვინის ფორმალურად კანონიერად, მაგრამ თვითნებურად აქ ხედავთ ზუსტად კორუფციის რისკს. შესაზღუდად იდეალური ნიადაგი იქნება ამითი. გასაგებია შეიძლება ეს არ იყოს ბოროტად გამოყენებული, მაგრამ ამისი არანაირი გარანტიას, კანონი ამის არანაირ გარანტიას არ აწესებს. კანონის განმარტებით ბარათში ეს აქცენტირებული არ არის, მაგრამ DCFTA მოიცავს ვალდებულებებს სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის დარგში კანონმდებლობის დაახლოების შესახებ. საქართველოს აქვს აღებული ვალდებულება ეტაპობრივად დანერგოს ევროპული რეგულაციები, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების საერთო ბაზრის ორგანიზებას, ვენახების კადასტრი და დარგვის ავტორიზაციის მექანიზმი ამ პროცესის ნაწილია. ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება იცავს ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს, მაგალითად ხვანჭკარა, წინანდალი, დარგვის პროცესის რეგულირება შეიძლება გამართლდეს როგორც ამ დაცული ჯიშების ხარისხის და ექსკლუზიურობის კონტროლის ინსტრუმენტი. მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი ეს ავტორიზაციის სქემა ხშირად ხდება დავის საგანი თავისუფალი მეწარმეობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოში მით უმეტეს ვენახი არ არის მხოლოდ კომერციული აქტივი, ის იდენტობის ნაწილია. სახელმწიფოს მხრიდან იმის კარნახი თუ სად და რამდენი ვაზი გააშენოს კერძო პირმა საკუთარ მიწაზე, შესაძლოა აღქმული იქნეს როგორც საკუთრების უფლების შეზღუდვა. ევროკავშირშიც წინასწარი თანხმობის მექანიზმი ხშირად ქმნის ბიუროკრატიულ ბარიერს მცირე და საშუალო ფერმერებისთვის. მსხვილ კომპანიებს აქვთ რესურსი აწარმოონ ხანგრძლივი ადმინისტრაციული მიმოწერა სახელმწიფოსთან, მაშინ როცა მცირე მწარმოებლისთვის ეს პროცესი შესაძლოა შემაფერხებელი აღმოჩნდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ოლიგოპოლიზაციაც, სადაც ახალი მიწების ათვისების უფლებას მხოლოდ მსხვილი მოთამაშეები მიიღებენ. საქართველოში არსებული არაფორმალური ეკონომიკის წილის გათვალისწინებით ალბათ ღირს დამატებითი რისკის გათვალისწინებით შესაძლოა შეიქმნას ჩრდილოვანი ვენახების სექტორი, რომელიც კადასტრის მიღმა დარჩება, რამაც პირიქით შეიძლება დააზიანოს ღვინის ხარისხის კონტროლის მიზანი. ახლა მინდა მოგასმენინოთ რამდენიმე მოსაზრება ბიზნესის ხმა თუ რა შესაძლებლობებს და გამოწვევებს ხედავენ თავად ბიზნესმენები ამ ახალი რეგულაციის პირობებში.
ბაზარი არეგულირებს ესე ვთქვათ დეფიციტს და პროფიციტს. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება არის რეგულაცია არ მოითხოვს ესეთი ღრმა კონტროლს, რომელიც წასაირად ადრეულ პერიოდში რო იყო. რეგულაცია არის ჩვეულებრივი მომენტი, პირიქით ბიზნესი ითხოვს, რომ იყოს რეგულირებული, სადაც საჭიროა იქ გაშენდეს, სადაც არ არის საჭირო არ გაშენდეს, მაგალითად, როგორი ჯიშობრივი ყურძენი უნდა გაშენდეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ფუნდამენტალურად უნდა იქნეს ეს განხილული. ვფიქრობ, ძალიან დროულია. არსებობენ საკმაოდ დიდი კომპანიები, მეურნეები, რომელსაც რამოდენიმე 10 ჰექტარზე აქვს ვენახი და შესაბამისად იმ ყურძნის ჩაბარებაც უკვე ძალიან რთულდება ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი რესურსი ჭირდება სახელმწიფოს ამის. შესაბამისად, თუ კი ეს ვენახის გაშენების რეგულაციას მივაბავთ ამ რთულის სუბსიდირებას, გარკვეულწილად შეიძლება ეს გამართლებული იყოს და ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ეს, მაგრამ კიდევ მეორე არის მეორე, როდესაც უკვე თვითონ მეწარმე იღებს პასუხისმგებლობას თავის ვენახის, თავის ღვინის და აქ შეიძლება მინიმალური რეგულაცია იყოს, რომ შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია და ნაკლები ბარიერები ჰქონდეს მეწარმეებს ექსპორტზე გასვლის, ან ღვინის გაყიდვის და ასე შემდეგ. საერთოდ ღვინის დარგი უკვე ისე სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უკვე ოდნავ შემელებული არის და ამიტომ არ ამგონია, რომ ესეთი მასობრივი მოხდენებები იყოს. პირიქით, აი ჩემს სამეზობლოში აქვს სადაც ცხოვრობ. უკვე ხალხი ვენახს შეხავს და ატამს და კლიავს და წერამს ახსენებს. უკვე იმდენად გაურთულდათ უკვე ვენახს მოულოდებ. ჩვენ უკვე აღარ ვფიქრობთ გაფართოებას, ვენახების გაფართოებას, აზრი არ აქვს არაერთი და უკაცრავად, მაგრამ როდესაც ეს კინძმარაული ახაშენი მუხუზნის ზონები ისე გააფართოვეს, რომ ალაზნამდე გაიყვანეს ამ ზონების ფართობები, აი მაშინ მეფიქრა ხარისხზე ეს ჯობდა. კანონის განმარტებითი ბარათი გამოწვევას, რომელსაც ახალმა კანონმა უნდა უპასუხოს, აი ასეთ ფორმულირებას აძლევს. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ინტერესი მევენახეობის დარგისადმი, რაც გამოიხატება ახალი ვენახების მასიურ გაშენებაში. რიგ შემთხვევებში ვენახის გაშენება ხორციელდება არასერტიფიცირებულ სანერგეში გამოყვანილი ნერგებით. აღნიშნული გარემოებები კი იწვევს ჭარბ მოსავლიანობას და შემდგომში ღვინის რეალიზაციის პრობლემებს. საკითხის რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზნით მიზანშეწონილია ვენახების გაშენებაზე შესაბამისი თანხმობის შემოღება. რა არის ამ ტენდენციის მიზეზი? ეს არსად განმარტებული არ არის. ამასთან დაკავშირებით არც რაიმე მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარებულა, რაც ჩვენთვის იქნებოდა ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი. არა და ერთი შეხედვით და თუ ვწდები ამას უკვე სტუმრებთან ერთად განვიხილავ, მთელი მიდგომა იცვლება ამ სექტორის მიმართ და რეგულაციებით მთავრობა ცდილობს დიდწილად სწორედ ის პრობლემა მოაგვაროს, რომელიც თავადვე შექმნა. ცენტრალიზებული დაგეგმარების მოდელი მას პირველ რიგში სწორედ ამისთვის სჭირდება. წლების განმავლობაში მთავრობა ახორციელებდა ყურძნის მოსავლის მასიურ სუბსიდირებას. შესაძლოა სწორედ ამან შექმნა ეგრეთ წოდებული არასწორი სტიმულები. ფერმერები აშენებდნენ ვენახებს არა ბაზრის მოთხოვნის, არამედ სუბსიდიის მოლოდინით. შედეგად მივიღეთ ჭარბი მიწოდება, რამაც სახელმწიფოს სუბსიდირების ხარჯი ყოველწლიურად გაზარდა. ამდენად წინასწარი თანხმობის შემოღება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მთავრობის მცდელობა დააწესოს ფისკალური მუხლუჭი. განმარტებით ბარათში ხაზგასმულია არასერტიფიცირებული ნერგების პრობლემა. სუბსიდირების კონტექსტში ესეც ძალიან რელევანტური აქცენტია. დაბალი ხარისხის ნერგი იძლევა დაბალი ხარისხის ყურძენს, რომელიც ექსპორტისთვის გამოუსადეგარი ხდება. ასეთი ყურძენი ხშირად ხდება სახელმწიფო საწარმოებში, რაც ბიუჯეტისთვის ორმაგი ტვირთია, ჯერ სუბსიდია ჩაბარებაზე, შემდეგ კი რეალიზაციის გარეშე დარჩენილი სპირტის და ღვინის შენახვა. მთავარი რისკი ალბათ ის არის, რომ თუ მთავრობა ნებართვას არ გასცემს იმ მოტივით, რომ ბაზარი გაჯერებულია, ეს ავტომატურად შეზღუდავს ახალი შესაძლოა უფრო ეფექტური მცირე მეწარმეების შესვლას ბაზარზე, რაც სტატუს კვოს უნარჩუნებს მსხვილ უკვე არსებულ მოთამაშეებს, რაც ერთი მხრივ სოციალურად დამოკიდებული სექტორის უფრო ბიზნესად ქცევის სტიმულად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მეორე მხრივ ბაზრის არასამართლიანი განაწილების ინსტრუმენტადაც. ეს კი თავის მხრივ ძალიან აშკარა რამდენიმე რისკს ქმნის, მათ შორის კორუფციული რისკი, რამდენად გაზომვადი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც წყვეტს ვის აქვს უფლება გააშენოს ვენახი და ვის არა. ინოვაციის შეფერხება ხომ არ დაბლოკავს წინასწარი თანხმობის მექანიზმი ახალ ექსპერიმენტულ ჯიშებს, რომლებიც კადასტრში პრიორიტეტული არ არის. მიწის ფასი, ნებართვის მქონე ნაკვეთი ხდება ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე ნებართვის არ მქონე. ხომ არ შექმნის ეს ხელოვნურად მიწის ბაზარზე დისბალანსს. რაც შეეხება სექტორისთვის ამ ცვლილებების შემდეგ ფინანსური ტვირთის შეფასებას, განმარტებითი ბარათი რეალურად ვერ ადგენს, რამხელა შეიძლება
იყოს ეს ფინანსური ტვირთი ამბებზე. კანონპროექტი ფინანსურ ზეგავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტი. კანონპროექტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უნდა გამოსცეს ბრძანება სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც დადგინდება თანხმობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. მაგალითად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერი, ინფორმაცია გასაშენებელი ვაზის ჯიშის შესახებ და სხვა იმ არსებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც აღნიშნული პროცესის განხორციელებისთვის აუცილებელია. შესაბამისად, ამ დოკუმენტაციის მომზადება შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ხარჯებთან, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება იმ ბრძანებაზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს. დოკუმენტაციის წარდგენას დაინტერესებული პირი შეძლებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. სააგენტოს მიერ თანხმობა გაიცემა უფასოდ. და ჩემი მიმოხილვის ბოლოს ალბათ დიდწილად რიტორიკული კითხვა, რომელიც მე როგორც ამ გადაცემის ავტორს და წამყვანს მაქვს, ის არის, რატომ ჩქარობს ქართული ოცნება შეუერთდეს ევროპულ რეგულაციებს, მაშინ როცა ძლიერ გავა, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა არ გააკრიტიკონ და მოდი პირდაპირ თქვათ არ გავანძღონ ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია. უფრო დიდი კონტექსტიდან ასეთი რეგულაციების განხილვისას სულ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შემთვის ნათქვამი სიტყვები მახსენდება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მთავარია ფუნდამენტური დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმები გატარება, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ანგარიშვალდებულება, სხვა ყველაფერი მხოლოდ ამის შემდეგ არის რელევანტური.